გიხაროდენ მიმადლებულო უფალი შენთანა. ეს სიხარულით ახსოვსეს სიტყვები წმინდა მთავარანგელოზმა გაბრიელმა უთხრა ქალწულ მარიამს, დაახარა რომ მისგან იშვებოდა მესია, მხსნელი ქვეყნიერებისა. მარიამი, რომელიც მხცოვან იოსებზე იყო დაწინდური, საღვთო შიშით აღივსო, იფიქრა მაცდური ანგელოზი ხომარ იყო იგი, რომელსაც ხილში შეჰყავს ადამიანები. მაშინ ანგელოზმა განუცხადა მარიამს, რომ მან ჰყობა მადლი წინაშე უფლისა. ადამიანის გონებისთვის მიუწვდომელია ქალწულისაგან უმამაკაცად შობა. ამიტომაც მარიამს სურდა შეძლების და გვარად გაეგო, როგორ მოხდებოდა ეს. ვითარ მოდ იყოს ესე ჩემ და რამე თუ მე მამაკაცი არა ვიცი, ჰკითხა მან მთავარანგელოს, რომელმაც უპასუხა, სული წმინდა მოვიდეს შენზე და ძალი მაღლისა გფარვიდეს შენ. ანგელოზმა ისიც შეახსენა წმინდა ქალწულს, რომ ღვთოვანი ელისაბედი უკვე 6 თვის მიდგომილი იყო და ამით ცხადად დაანახა, რომ უფლისთვის არაფერია შეუძლებელი. როგორც წმინდა გრიგოლ პალამა განმარტავს, ღვთისმუცლა დღება თესლისაგან რომ მომხდარიყო, იგი არ იქნებოდა ახალი ადამიანი, არც უცოდველი იქნებოდა, რადგანაც პირველშობილის ცოდვის მემკვიდრე რომ ყოფილიყო, მაშინ ვერ შესძლებდა თავის თავში ღვთაების სისავსე ეტარებინა, ვერ შესძლებდა წინაპართა ცოდვების თავისი ძალით გამბანვას. ამიტომაც არა ანგელოზი, არა ადამიანი, არამედ თავად უფალი განკაცდა რა ქალწულის საშოში. მოვიდა და გვაცხოვნა ჩვენ. მარიამმა მოისმინა მთავარანგელოზის სიტყვები. ყოველივე გამოწვლილვით გაიგო და დაემორჩილა, მიენდო უფალს. სწორედ უფლის ქალწულისაგან უთესლოდ შობას წინასწარმეტყველებდა ესაია წინასწარმეტყველი და ამასვე მოასწავლებდა შეუწველი მაყვალი, რომელიც მოსე მიხილა. რადგანაც ყოვლადწმინდა ქალწულმა მარიამმა შეუწველად მიიღო ღვთიური ცეცხლი თავის თავში მუცლადღებით. ამიტომაც ყველა ღვთისმადიდებელი უგალობს და განადიდებს ყოვლადწმინდა ღვთისმშობელსაც, რომელიც არის სამკაული ყოველივე ქმნილებისა. მისი ღვთაებრივი სისრულე დაფარული იყო კაცთაგან. წმინდა ქალწულის სული მანამდე გახდა ტაძარი ღვთისაცხოველისა, სანამ მისი სხეული გახდებოდა უფლის ცხოველი ტაძარი და დაიტევდა კაცობრიობის მხსნელს. ხარება ყოვლადწმინდისა ღვთისმშობლისა სიხარულის დღესასწაულია. სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის თქმით, იმდენად დიდია დღევანდელი დღე, რომ ჩვენი წინაპრები ამბობდნენ, ამ დღეს ფრინველიც კი არ იკეთებს ბუდეს და მხოლოდ ღმერთსა დიდებსო. მთავარანგელოზმა გაბრიელმა მხოლოდ წმინდა ქალწულს როდი ახარა მაცხოვრის შობა. არამედ მთელ კაცობრიობას ჩაუსახა იმედი კაცთა მოდგმის ცოდვის ტყვეობისაგან გამოხსნისა და გადარჩენისა. უფალმა არ დაუშვა თავისი საყვარელი ქმნილება, ადამიანი სამუდამოდ დარჩენილიყო ცოდვებში, ამიტომაც თავისი საყვარელი ძემოავლინა ამ ქვეყნად მხსნელად და მაცხოვნებელად. ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა, კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისა, რამე თუ მაცხოვარი გვიშევ სულთა ჩვენთა. ღვთისმშობელო ქალწულო, გიხაროდენ, მიმადლებულო მარიამ, უფალი შენთანა.